ფინეთის მთავრობის ორმაგი სტანდარტი. ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უტევს და კურსის ცვლილებაში ჩვენს ქვეყანას ადანაშაულებს, თავად ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას. ფინეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას რუსეთთან დიალოგის მომზადებისკენ მოუწოდა. მისივე სიტყვებით, ყველაფრის მიუხედავად რუსეთი ფინეთის მეზობლად დარჩება. ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კრემლის მხრიდან. ოპოზიციისთვის ეს ორმაგი სტანდარტი არ არის და ახლა ამბობენ, რომ რუსეთთან დიალოგი მისაღებია. Dialogi არასდროს არ არის პრობლემა და არავის არ უთქვამს, რომ დიალოგი არის პრობლემა. ორმაგი სტანდარტი არ არის. არა, ეს არის პროპაგანდის გამოგონილი რაღაცა, რომ თითქოს დიალოგი არის ორმაგი სტანდარტი. რასაკურველია ფინეთს აინტერესებს, რომ ამ რუსეთთან გარკვეული ურთიერთობა ქონდეს ისეთი, რომელიც მას მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. ფინეთის პრეზიდენტი იყო ეხლა ჩასული პეკინში 15 სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და დაახლოებით 10 სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდა. ანუ მოქმედებს ისე, როგორც ფინეთს აწყობს. მაგრამ როდესაც საქართველო გადადგავს ისეთ ნაბიჯს, რომელიც არ აწყობს კობელიუს, ფინეთის წარმომადგენელიც მაშინვე იქ გაჩნდება და საქართველოს უტევს. ეს ზოგიერთ ადამიანს ჩვენშიც უხარია და აქედან გამომდინარე შეფასება მხოლოდ შეიძლება ერთი იყოს. ვისაც ეს ორმაგი სტანდარტი მოწონს, უსამშობლოა. არის თუ არა ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტი რეალურად, ანუ ფინეთი უნდა გონებრივად მოემზადოს რუსეთთან სალაპარაკოდ და საქართველოს სანქციები უნდა დაეწესებინა და ომი გამოეცხადებინა რუსეთისთვის და ეს იქნებოდა ერთიანი კარგი და პოზიტიური საერთაშორისო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. სად არის აქ ერთიანი სტანდარტი? აქაც ჩანს კარგად, რომ მაშინ, როდესაც შესაბამის საჭიროება უდგებათ დასავლეთის კონკრეტულ ქვეყანას, ძალიან მარტივად მსჯელობენ ისინი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ასე რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, ჩვენს სუვერენიტეტს, ქართულ ხალხს, ქართულ საზოგადოებას და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.